BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება დილიდან. მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიმდინარეობს გამოკითხვები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეკითხვებს საიას წარმომადგენელი თამარონიანი პასუხობს, ექიმმა დავით ჩახუნაშვილმა კი სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. თათია ტაბეშაძე შემოგვიერთდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. თათია, გისმენთ. დიახ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამ წუთებშიც გრძელდება საიას ხელმძღვანელის მოადგილის თამარ ონიანის გამოკითხვა. ის არის BBC-ის საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი, რაც შეეხება ჩახუნაშვილების საკითხს. მათგან ერთ-ერთი ძმა და ასევე ფილმის ერთ-ერთი წყარო გუშინ კონსტანტინე ჩახუნაშვილი გამოიკითხა. დღეს მისი ძმა იმყოფებოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დავით ჩახუნაშვილი. სავარაუდოდ დღესვე გამოიკითხება მათი მამა გიორგი ჩახუნაშვილი. მე შემიძლია ავხსნა, რომ სამივე მათგანს, სამივეს თანაავტორობით არის ჩატარებული სამედიცინო კვლევა, გამოკითხული ყავთ 350-მდე აქტივისტი და როგორც თავად ამბობენ, ისინი თავიანთ კვლევაში საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აქციის დაშლის შემდეგ ადამიანებში გამოწვეულ გვერდით ეფექტებზე და გამოძიებას, როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თავად ძმები აცხადებენ, ჰქონდა შეკითხვები სწორედ მათ კვლევასთან დაკავშირებით, რამდენად იყო ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარებული, რამდენად აქვთ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია და ჰქონდათ თუ არა რაიმე ინფორმაცია აკრძალულ ნივთიერება კამიტესთან დაკავშირებით, რომელზეც არის ზოგადად BBC-ის ფილმში საუბარი. ჩვენ დავუსვით შეკითხვა დავით ჩახუნაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა საქალაქო სასამართლო, დაეყრდნო თუ არა BBC მათ კვლევას და ამასთან დაკავშირებით თქვეს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია გამოყენებულ ნივთიერებასთან დაკავშირებით არ ჰქონდათ, მხოლოდ სიმპტომებთან დაკავშირებით ჩაატარეს კვლევა, ხოლო რაც შეეხება ნივთიერება კამიტეს, ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ს მიაწოდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა და ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, რომ სწორედ ის ადამიანები გამოიკითხონ. როგორც უკვე გითხარით, ჩახუნაშვილების პოზიცია არის, რომ მათ ფაქტობრივად მათი პოზიცია არის, რომ მათ მონაცემებს არ დაეყრდნო BBC და ინფორმაცია მიაწოდეს ძალოვანი უწყებებიდან. ამ კვლევაში, ასე ვთქვათ, ავტორები ვართ სამივე, ანუ მეც, მამა ჩემიც და ჩემი ძმაც და რადგან შესაბამისად ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სტატიაში ჩვენ სამივე ფიგურირებთ და მონაწილეობას ხვევულობდით კვლევის პროცესში, შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. მეორე მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ასე ვთქვათ, გქონდეთ იმის მცდელობა, რომ მომავალში, ასე ვთქვათ, რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე გქონდეთ ფსიქოლოგიური თუ სხვანაირი ზემოქმედება. აინტერესებდა ანუ ფიგურირებდა თუ არა კამიტე ჩვენ სტატიაში და ეყრდნობოდა თუ არა BBC-ის, ასე ვთქვათ, კვლევა ჩვენ სტატიასთან. ამაზე გავეცით ის პასუხი, რომ შესაბამისად ჩვენ კვლევაში კამიტე და ის ერთი ნივთიერება, რომელიც მანამდე იყო ნახსენები TC ნივთიერება, ანუ წყალში გამხსნელი, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ კვლევას ამ კონკრეტულ შემთხვევაში BBC არ ეყრდნობა. ჩვენ ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ინსტრუმენტული კვლევებიდან გამოყენებული იყო ელექტროკარდიოგრაფია, რის მიხედვითაც ხდება გულის რითმის შეფასება და ასე ვთქვათ, ბევრი კიდე სხვა რამ და მეორე იყო კაპილაროსკოპია. ესეც არაინვაზიური მეთოდი არის, რომლის საშუალებითაც ხდება კაპილარების ზედაპირული დათვალიერება. ეს ინსტრუმენტულ კვლევებს რაც შეეხება და ინსტრუმენტული კვლევების გარდა ასევე ჩატარდა სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა. პასუხები არა მაქვს, გაოგნებული ვარ. სამეცნიერო შრომა დაიწერა, ეს არის კლინიკური შრომა. ეს იყო მიზან მიმართული სწორედ მიმართული იყო იქითკენ, რომ გამოფხიზლებული იყო ჯანდაცვის სამინისტრო, რომ თუ რამე იყო გასაკეთებელი, ეს ბავშვი იქნებოდა დიდი თუ პატარა, არ გართულებოდა რაიმე დაავადება. რა არის ამაში? ან გაურკვეველი რა არის, ან წარმოუდგენელი რა არის. ჩვენი ინფორმაციით ასევე გამოძიებას დაბარებული ჰყავს გამოკითხვაზე ფილმის სხვა მონაწილეები, მათ შორის არის ზვიად მაისაშვილი, ეკა გიგაური. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ქვეყნის შიგნით მოკვლევა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის ორი მუხლით არის დაწყებული გამოძიება. ერთი ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მეორე არის მტრული უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში
სიუჟეტში დახმარება. აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ BBC-ს მიერ გამოქვეყნებული ფილმი არის 1 საათიანი, რომელშიც მონაწილეობენ აქტივისტები, ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფილმს ყავს ორი მთავარი ფიგურანტი. ერთი ეს არის თავად კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც არის ექიმ-პედიატრი და რომელმაც ჩაატარა სამედიცინო კვლევა და როგორც თავად ამბობს, არ საუბრობს აკრძალული ნივთიერების გამოყენების შესახებ, თუმცა საუბრობს ზოგადად გვერდითი ეფექტების შესახებ, რომელიც მან აღმოაჩინა მოქალაქეებში ერთი თვის შემდეგაც კი. და მეორე მთავარი ფიგურანტი ეს არის გედედეს ყოფილი თანამშრომელი ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოში 3 წელი აღარ ცხოვრობს, ის უკრაინაში იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და მან ივარაუდა თუ რა ნივთიერება შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე და აი სწორედ ამ ადამიანების მიერ BBC-თვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემდეგ უკვე უცხოელი ექსპერტები აკეთებენ თავიანთ ვერსიას, დასკვნას, ასე ვთქვათ, რომელიც ვერსიის დონეზეა გამოთქმული და ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სწორედ აკრძალული ნივთიერება გამიტა, რომელიც გამოყენებული იყო პირველ მსოფლიო ომში ფრანგების მიერ გერმანელების წინააღმდეგ და ის ამ დროისთვის არის აკრძალული პრაქტიკულად 1 საუკუნეა ის აღარ გამოიყენება. მადლობა თათია ტაბეშაძე იყო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.